მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მე მინდა შემოგთავაზ ასეთი გაშლა რა ბედნიერება შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ვიმუშაოთ ნაკადში. კითხვები არ ამბა გამზადებული, უბრალოდ ვნახოთ, ხო? რა ჩქარობს, რა გაგაბედნიერებს, რა გაგახარებს. აი ვნახოთ ეხლა ჩვენ. ეხლა ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფებით, რომ იცოდეთ რომ ეს თქვენი გაშლა შეიძლება სულაც ალერელოდებით რაღაც ესეთ სულილებებს, მაგრამ ჩვენ ვნახოთ რა გაგახარეთ, რა გაგაბედნიერებს, აი რა იქნება კარგი შენთვის, მაგრამ აი ვნახოთ ეხლა ვინ გამოვა ჩვენთან პირველი რა ენერგიებში ხართ თქვენ ეგრევე პენტაკლების დედოფალი ეგრევე პენტაკლების დედოფალი გამოვიდა რომელიც არის აი ეხლა ნახეთ შეიძლება ნახეთ ეხლა გეტყვით თქვენ ეხლა ერთ რამეს აქ იყო როგორი სიტუაცია თქვენთან ჩემო ლამაზო პენტაკლების დედოფლებო რომელსაც ნამდვილად თქვენს უყოლაფერი მიწიერი გიყვართ ვიცი მაგრამ აი აქ შეიძლება ზოგთან ქონდა როგორი სიტუაცია შეიძლება თქვენთან დასრულდა რაღაცა პერიოდი შეიძლება ზოგისთვის იყოს ეს თქვენთვის სიგნიფიკატორი რომ აი ნამდვილად ქონდა დიდი სიყვარული შეიძლება იყავით დიდი ხანი თქვა ურთიერთობაში ნუ თვეზე მეტი მოდით ასე რომ თქვა მაგრამ პრინციპში პენტაკლების დედოფალს უყვარს ხანძლივი ურთიერთობა და ანუ ყველაფერს შეიძლება აკეთებდეთ თქვენ ამ ურთიერთობისთვის მაგრამ შედეგი რაღაც ვერ მიიღეთ ვერ იყავით ისეთი ბედნიერი ვერ იყავით ისეთი გახსნილი როგორც თქვენ გინდოდათ მაგრამ მაინც აი თითქოს ინარჩუნებდით რომ აი იქნება და იყოს შეიძლება მედიტაციებს აკეთებდეთ პრაქტიკებს რა ვიცი რაღაცებს აკეთებდეთ იმისათვის რომ შეგენარჩუნებინათ ეს ვითომ ურთიერთობა ზოგ შეიძლება მართლა აი ძალიან იმედგაცრუება გქონდათ შეიძლება თქვენ ეს ენერგიები უკვე დიდი ხანი გაქვთ რა აი ზოგ შეიძლება იმედგაცრუება გაქვს საერთოდ აი სიყვარული ან შემოვა თუ არ შემოვა ჩემ ცხოვრებაში აი ეგეთი ფიქრებით შეიძლება გქონდეთ თქვენ აქ მაგრამ აი თითქოს როგორი მომენტი არის იცით აი აქ უეჭველი არის ადამიანი რომელიც ანუ დიდი ხანია ცხოვრობდა რაღაცა ილუზიაში რომ მე ვარ ბედნიერი იმიტომ რომ სიტყვაზე დაუშვათ მყავს პარტნიორი ან მყავს ქმარი ან ვითომ აქვს ოჯახი აქ იყო ეგეთი კი მომენტი მაგრამ აქ უეჭვა იმ ღმერთო აქ უეჭველი ნახეთ კიდე შეიძლება იყოს სიტუაცია როცა თქვენ დაუშვათ ზოგი თქვა კარგად ხართ ოჯახში მაგრამ ანუ თქვათ როგორც ქალი კარგად გრძნობთ თავს მაგრამ აი თითქოს მაინც რაღაცნაირ აი რაღაცა მაკლია რაღაცა კიდე მინდა რაღაცა აი თქვათ ეს გახარება ანუ უფრო მეტი რაღაცა სული მეც ითხოვს სული მაგრამ უფრო კიდე როგორი სიტუაცია ნუ ეხლა იმიტომ რომ სხვადასხვა გოგოები ვიცი არიან ჩემთან არხზე და ამიტომ გეუბნებით ყველა სიგნიფიკაციას რაც შემიძლია აქედან ამოვიღო მაგრამ თავარი აქ რა არის ხა გეტყვით რომ რაც არ უნდა ყოფილიყო შეიძლება ზოგმა გაიარა ძალიან დიდი ისეთი ნუ პერიოდები როცა გქონდა თქვენ ნუ მტკივნეული მომენტები მაგრამ ნახეთ აი აქ გადაფასება მოხდა თქვენ სხვანაირად სხვაგვარად შეხედეთ ურთიერთობა სხვაგვარად შეხედეთ სიყვარულს სხვაგვარად ანუ თქვენ აი თითქოს მივხვდით რომ მე ყველაფერი შემიძლია შევქმნა თვითონ შემიძლია მაგრამ აი ეს ბედნიერება რომელიც აი მინდა შინაგანი თუნდაც ხო ამას თქვენ ვერ იღებდეთ მივხვდით რა ხდება აი რაღაც ესეთი მომენტები იყო მაგრამ აი აქ უკვე მაჩვენებენ ეგრევე იმპერატრიცა ანუ ეს ქალი რომელმაც გაიარა ეს კოშკის არკანი რომელმაც აი თითქოს განაახლეთ ყველანაირად თქვენი აზროვნება ბევრ რამეზე და თქვით რომ მე უკვე ნამდვილად მინდა რომ აი ამ ახალი ენერგიებით წავედით ჩემს მომავალში იმიტომ რომ აქ უკვე ისეთი არკანები მოდის ხო გვერდხების დედოფალი რომელიც უკვე ნამდვილად იცის რომ მე ვარ ყველაფერის აი კარგის ღირსი ახალი ენერგიებით სექსუალური ენერგიებით ჩაერთობა და ეხლა ჩვენ ზამაგრად აი ეხლა პირველი ბლოკი დავამთავრეთ კურსზე მაგას სულ მაინც ეხლა გეუბნებით როგორც მოამბეს ხო რომ აი იყო და ეხლა ახალ ეტაპზე გადავართ სადაც ჩვენ აი ნამდვილად აი ქალის ფასეულობას ანუ რომ ვილსაუბრებთ იმაზე რომ ეხლა შემოდის მართლა ახალი ენერგიები შემოდის და
ბევრი ქალს უჭირს ამისი აღება, იმიტომ რომ ჯერ ძველი პროგრამები კიდე მუშაობს და არის ეს ამ ახალ ენერგიებში როგორ იყოს, როგორ შევიცვალო, რას ქვია და მე მიხარე რომ ჩემთან გოგოები მოდიან ისეთები, ვინც უკვე ასაკიც აქვს, ხო, აი თქვა პასპორტში რომ გახსნით, თუმცა ეს ასაკიც სულ ადამიანების მოგონილი არის ყველაფერი, ნუ დაუშვათ, ხო? მაგრამ აი დიდი ხანია შეიძლება ოჯახში იყო, თქვა, იყო ისეთ თქვა შვილები, რაღაცებით, მაგრამ მოვიდა იმ აზრზე, რომ მე მინდა შევცვალო უკვე ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ რაღაცა ახალი შემოდის და მეც მინდა იმ ახალ ენერგიებში ვიყო. და ნამდვილად აი ეგეთი გოგოები რომ მყავს, მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ არის მე უკვე ამდენი წლის ვარ. მე უკვე ბებია ვარ, მეც ვარ ბებია და დღეს ვინც უყურებს, ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე არის, ჩემი უსაყვარლესი ლიზის პირველი ჩემი სიხარულის და ეს სხვა თემა არის საერთოდ და მაგრამ აი ეს მხოლოდ ბედნიერება არის და ყველაფრის მიუხედავად მაინც ხალი ყოველთვის უნდა იკაშკაშოს, ყოველთვის უნდა იყოს ბედნიერი, არა აქვს მნიშვნელობა შენ უკვე რა ხარ, იმიტომ რომ ეს შენი არის, ანუ მე უკვე არა, აღარ მუშაობს, შენ ხალი ხარ სულ ხარ ხალი, არა აქვს მნიშვნელობა შენ რამდენი წლის ხარ, ხო? მთავარი არის შენი შინაგანი, აქ რას გრძნობ შენ, ხო? რა ენერგიებში ხარ, შეიძლება შენ უკვე აღარ გახსოვს რომ ხალი ხარ, მარტო ბებია ხარ, მარტო თქვათ ვიღაც თანამშრომელი ხარ, თქვათ რაღაცას აკეთებ, ან დედა მარტო, ნუ რაღა, აი არ ვიცი რა ხარ, მაგრამ ის რომ შენ ხალი ხარ, შეიძლება დაგავიწყო, მაგრამ აი აქ არის ესეთი ენერგიები, როცა უკვე ხალი ძალიან მშვენივრად კარგად ხდება იმას, რომ რაღაცა ახალი ეტაპი იწყება ჩემ ცხოვრებაში და უკვე არა ვარ მე დამოკიდებული იმაზე, რომ მე დაუშვოთ გვერდით მყავს თუ არა მყავს ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ადრე ფიქრობდით იმაზე, რომ მე ბედნიერებას შემომიტანს, თქვათ, ეხლა მამაკაცი, ნუ დაუშვოთ, ხო? ჩვენ ახლა აქ უფრო სასიყვარულო გაშლები გვაქვს, რომ ნამდვილად მამაკაცი თუ მყავს, ხო? დამოკიდებული შეიძლება იყავით იმაზე, რომ ანუ ამ ბედნიერებას მომიტანს, თუ დაუშვით მე მყავს პარტნიორი, აუცილებელი არის დაუშვოთ და ანუ აი ეს მომენტი და ანუ მე როგორც ქალმა რანაირად შეიძლება ვიყო ბედნიერი თუ არა მყავს პარტნიორი, ხო, ეს არის აი მართლა არასწორი მიდგომა რა, მართლა და თქვენ აქ გამოიარეთ ძალიან დიდი გაკვეთილები, ძალიან ბევრი რაღაცები გაიგეთ და უკვე მიხვდეთ, რომ ნამდვილად აი აქ მე თუ რამე არ შევცვალე, მე თუ ჩემი თვითონ აი ეს მდგომარეობა შინაგანი არ შემოვიტანე ჩემში, რომ მე ვარ ქალი, რომელსაც ყველაფერი შეიძლება, რომელსაც აქ ისეთი ძალა რომ შეუძლია საერთოდ სულ ყველაფრის მართვა, აი აქ გეუბნებით ნამდვილად ბევრი რაღაცები გამოიარა და ეხლა უკვე შედეხართ ენერგიაში, სადაც ნამდვილად თქვენ არ მისცემთ უფლებას არავითარ შემთხვევაში მამაკაცს, რომ მან თქვენი ენერგიებით აი როგორ არის იცით, როცა შენ თვითონ იყავი იმ ილუზიაში, რომ ნამდვილად მარტო აი რაც თქვი რა, ეხლა ნაკად შემუშავებ, ამიტომ ხო ხდები შეიძლება ზოგჯერ გამეორდება ინფორმაცია, რომ ნამდვილად შენ უკვე არ მისცემ, ანუ შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ სტაბილურად კარგად მე რო ვიყო და ვერაფერი, აი მარტო მე ვერაფერს ვერ ვიზავ თუ მამაკაცი არ ამყავს გვერდით, ხო თქვენ ამ ილუზიიდან გამოდიხართ. იმიტომ რომ თქვენში უკვე დაიწყო ახალი პერიოდი, იწყება ახალი პერიოდი, როცა თქვენ შედიხარ იმ თქვენ ქალურ ენერგიებში. ეხლა გეუბნებით გოგობა, ვინც ნამდვილად ეხლა გაჩერდება და იჯდება, აი მორმორჩება, ნახეთ, ამ ყოფნას თქვათ იმ ენერგიებში, რა ვქნა, აი საწყალი გოგო ვარ და რა უყო ეხლა, აბა რა აი გეუბნებით ძალიან გაგიჭირდება ჩემო სიხარულებო, იმიტომ რომ როცა ყველაფერი იცვლება, შენს უნდა შეიცვალო, იმიტომ რომ სამყაროში მიდის აი ამ ხელა ცვლილებები. ყველაფერი აბსოლუტურად სწრაფად იცვლება, აი სულ ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად და შეამჩნიეთ, დახედეთ ეხლა თქვენ ეხლა ან როგორ დღე გათენდა თუ არა უკვე გადაღამდა, უკვე ისე გათენდა, უკვე რაღაცა სხვანაირი მიდგომები, სხვანაირი ქცევები აქ ადამიანს, სხვანაირი დამოკიდებულებები და შენ შეიძლება ზიხარ იმ ენერგიებში, რომ ნუ აი ადრე რომ იყო, რა
იყო ადრე, შენთვის თუ კარგი იყო, ნუ იჯეკე იქა და შენ თუ ახლა ის ადრინდელი სიტუაცია შენ თუ არ მიგიყვანა იქამდე, სადაც შენ ბედნიერი ხარ და სადაც შენ თვითონ ხარ ბედნიერი და იმიტომ რომ ქალი ხარ თუნდაც, ხო? აი, მაშინ უნდა იჯდე იქ, სადაც ზიხარ, იმიტომ რომ აქ გამოსვლა არის, ნახეთ, გამოსვლა არის უკვე ასეთი დამღუპველი ენერგიებიდან, როცა ქალისთვის არაფერი არ შეიძლებოდა, როცა ქალის ენერგიები იყო დახურული, როცა ქალის სიტყვის უფლება არ ქონდა, იმის მიუხედავად, რომ ეხლა არის იმისი უფლებები, რაც გინდა ის თუ მაგრამ მართვა არ ვიცით, გამიგეთ რა ხდება და ნუ მოდით ეხლა თუ იცანით თქვენი სიტუაციები და თუ თქვენ მზად ხარ დაუშვათ თუნდაც ამ ენერგიებში იყოთ, ხო? ამაზე ეხლა ნამდვილად თუ არ იცი როგორ და მოდი ჩვენთან და ყველაფერი შეგვიძლია ჩვენთან ქალთა სკოლა იმისთვის შევქმენიე ზუსტად რომ გავუზიარო ეს პრაქტიკები, ეს სულ ყველაფერი, ეს ახალი ინფორმაციები, როგორ უნდა ვიყოთ ამ ახალი ენერგიებში რა. იმიტომ რომ მართლა თუ არ იცი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს ძველი პროგრამები, რომელიც კიდე გვაქვს ჩვენ, ეგენი ზიან ჩვენში და გვიშლიან ხელს, გამიგეთ, ძალიან გვიშლიან ხელს. ახლა ჩვენთან ძალიან ბევრი გოგოები არიან ახალგაზრდა გოგოები და კიდე ზიან იმ დედის, ბებიას და ბაბუას, რა ვიცი მე რაღაცა პროგრამებში, ვერ გამოდიან და აი ახლა უკვე როცა რამდენი ხანი ახლა ერთი პირველი 3 მოდულიდან არის ეს ჩვენი ტრენინგი, მაგრამ ახლა პირველი მოდული უკვე მე-3 კვირა მიმდინარეობს და უკვე ძალიან დიდი ცვლილებები დაიწყო და უკვე მართლა ბევრი რაღაცები გაცნობიერეს გოგოებმა და მიხვდნენ რომ მართლა ეს პროგრამები არ მუშაობს, იმიტომ რომ თუ აქამდე არ მოიტანეს ეს ბედნიერება და სიუხვე, ნუ დროა რაღაცა შევცვალო, შენ თუ გინდა ახალი რაღაცა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, ან განახლებული იყოს შენი ცხოვრება და მაშინ სხვა რაღაცა უნდა გააკეთო, ხო? სხვანაირად უნდა იმოქმედო, ხო? ალბათ, ხო? ამიტომ ნახოთ ახლა რას გიმზადებს თქვენ აი რა ბედნიერებას გიმზადებს სამყარო, აი რითი უნდა გაგახაროს, აი მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ რა ბედნიერება უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეს ნეგატიური იმდენი არის, კი ახლა ეგაც მუშაობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ აი ეს ხალისი რო გქონდეს, ნახოთ რა ბედნიერება შემოდის თქვენთან და რა გაგახარებს აი სულ მალე. მოდით ვნახოთ რა ბედნიერება ჩქარობს თქვენთან. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენ აი აქ ისევ იმპერატრიცა, ნახეთ მეორე დასთა ავიღა და ისევ იმპერატრიცა. აქ გზავნილი იქნება ჩემი გოგოებისთვის, ვინც უკვე არიან სამიანი თასების, რომ თქვენ სულ მალე მივხვდებით, რომ ვიყო ქალი, იმპერატრიცა, ქალი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ქალს, რომელსაც თან დაყვება სიუხვე, თან დაყვება სიყვარული, თან დაყვება ბედნიერება გოგოებმა უკვე დაიწყეს. აი ჯერ პირველი ეტაპი და ანუ ზოგმა იქ ყვავილების უკვე ისა დანერგა, ზოგმა უკვე გაზარდა, ნუ ძალიან მაგარი რაღაცები ხდება. ანუ მიხვდებით, რომ ეს არ არის ილუზია რა, ეს არ არის და განახებს შენ სამყარო, რომ ეს არ არის ილუზია, რომ შენ ნამდვილად უკვე უნდა დაემშვიდო იმ ენერგიებს, რომელიც აი შენ სულს არ ახარებდა. არა, უკვე მორჩა, უკვე შენ უნდა უსმინო შენ სულს და მოგცემენ მოდის აი ეს ბედნიერება და ეს სიხარული, რომ განახებენ, რომ არ იყავი შენ უკვე აი შენ ყველაფერი კარგის ღირსი ხარ, ხო? შენ ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე არსებს ამ დედამიწაზე არის ქალისთვის, ქალი არის ის ვინც აჩენს, ვინც ქმნის, გამიგეთ რა ხდება? მამაკაცი არის ის ენერგია, რომელიც მას ასრულებს იმის სურვილს და ქალები ვიცი რომ ძალიან ბევრი არიან, რომ ეშინიათ, რცხვენიათ თუნდაც იმის რომ მე და ამაყობენ რაც მთავარი იმით რომ მე ვერაფერს ვერ ვთხოვ კაცს, მე არაფერი არ მინდა მისგან მარტო სიყვარო, მე არა რანაირად გოგოებო, მამაკაცისთვის სხვადასხვის ნორმალური მამაკაცისთვის პირიქით უხარია, რომ მას შეუძლია თავისი ქალი გააბედნიეროს, მას უხარია, რომ შენ მას, იმიტომ რომ ნუ სთხოვ რამეს და ახლა თხოვნასაც გააჩნია შენ როგორ სთხოვ, რა თქმა უნდა, პლუს კიდე დაფასება რა თქმა უნდა გქონდეს შენ იმისი, რომ ad მამაკაცი რო აკეთებს, ახლა შენ ახლა კიდე აქ მეორე მხარეც მუშაობს და უნდა იცოდე როგორ სწორედ უნდა
სთხოვო, როგორც სწორედ უნდა შეაფასო შენი მამაკაცის ქმედება. ისე რომ მას კიდე სურვილი ჰქონდეს, რომ კიდე უფრო გაგაბედნიეროს, კიდე უფრო გაგახაროს, გამიგეთ? ამასაც ზოგჯერ სჭირდება სწავლა. ზოგს აქვს თანდაყოლილი, მე ვიცი ეგეთი გოგოებიც მყავს, რომ მართლა ყველაფერს აკეთებენ მათი მამაკაცები მათთვის რა. მაგრამ ნუ ეს ზოგს თანდაყოლილი აქვს, ზოგს არა აქვს, ამიტომ ჩვენც ახლა ეგ უნდა ისწავლონ ზოგმა, ხო? აბა კიდე, ნუ ნახეთ პენტაკლების ტუზი. ეს არის აი აქ გამოდიხარ თქვენ, ნახეთ თუ დაუშვათ, გქონდათ პრობლემა ფინანსური, ხო? და თქვენ ძალიან განიცდით, იცოდეთ რომ ფულის ენერგიაც ფულიც მოდის თქვენთან, ანუ თქვენს ენერგიაზე. აი თქვენ შეგიძლიათ უამრავი ბურცელი დახარჯოთ იმ ტექნიკაზე, აი მე რო გოგოებს ვასწავლე ხოლმე, მადლიერების თქვათ, ეხლა გიდაც მადლიერების თქმას, ხო? გიდაც მადლიერების დღეურზე, ხო? მაგრამ შენ თუ მარტო თხოვ და ანუ როცა შენ თხოვ რამეს, ხო? აი ესე ძალიან აი აქ მნიშვნელოვანი არის როგორ უნდა თხოვოთ, ხო? გეუბნებით ღმერთს თუნდაც, ხო? ესე იგი შენ ეს არა გაქვს, ხო? კი არ უნდა სთხოვო, უნდა უსრა ღმერთო, მოდი მე და შენ ერთად. აი ეს გამოცდილება, რომელიც შენ ჩემი მეშვეობით გინდა გაიარო, ერთად გავიაროთ. გამიგე? და შენ ახლა რანაირი ვიბრაციები გაქვს, შენ თუ დაბალი ვიბრაციები ხარ და შენ თუ ვაიმე ღმერთო დამეხმარე ძალიან ცუდად ვარ, ხო? ესე იგი მე გაძლევ რა. მე ყველაფერი მოგეცე, მე მოგეცე სიცოცხლე, მე მოგეცე ხაერი, მე მოგეცე სიუხვე, მე ყველაფერი მოგეცე. შენ რატომ არ იღებ? კიდე რას მთხოვ? ესე იგი შენ ვერ ხედავ იმას, რაც მე უკვე მოგეცე, იმიტომ რომ შენ ამას არ იღებ. მივხვდით რა ხდება? დაფიქრდეთ, როცა თქვენ სთხოვთ ღმერთს, იმან მოგცეთ ყველაფერი აბსოლუტურად რა. რა სითხოვ კიდე? რა სითხოვ? მიიღე. აი ეს არის ჩვენი რომ როცა ვხედავთ რომ მიდის თქვათ ლამაზი ქალია, ხო, ნუ ეს ეთყობა მაგას კაცი ყავს ძალიან ესეთი, ხო და ესა ან რო შეიძლება ქალმა თავის შექმნა თვითონ რატო? იმიტომ რომ მიიღო, დაინახა სხვა ლამაზი ქალი, დაინახა მისი სექსუალურობა, მივიღე. თუ ტრიგერი მაქვს, ესე იგი მეც მაქვს ეს რაღაცა, ხო, ჩემშიც არის, მივიღე, ხო? თუ დავინახე ლამაზი მანქანა და ლამაზი ქალი ზის, ნუ მე ქალებზე ახლა ამ წუთში მაქვს ლაპარაკი, ხო? მივიღე, რატომაც არა, ხო? შევედი იმის ენერგიებში. ანუ როგორ მე მაგალითად აი თვითონ ქმნი ჩემ ცხოვრებას, ხო? დაუშვოთ და ნამდვილად ახლა რო ვზივარ მაგარ მანქანაზე, ახლა მე ვიცი რომ ეს არის ჩემი შექმნილი, ხო? და რატო უნდა ვთქვა სხვა ქალზე, რომ თქვათ ვიღაცა მაინც და მაინც მამაკაცმა უნდა მის. მამაკაცს თუ სხვა ვაფშე მოვალეობა, გამიგეთ? და არა იმისი მამაკაცი ბანკომატი არ არის. არ არის მამაკაცი იმისათვის, რომ შენ სახლი აგიშენოს და მანქანა აგიყიდოს და ჩაგაცვას დაგახუროს. ეს არის მისი სურვილი და არა ვალდებულება. გამიგეთ რა ხდება? აი ეს ზუსტად ჩვენ გვეშლება. ეხლა შეიძლება შენ რო ცოლი ხარ, მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ შენ თუ უბრალოდ ურთიერთობაში ხარ, არ არის ეს ვალდებული, ის არის მისი სურვილი და თუ ნუ რა თქმა უნდა შესაძლებლობებიც, ხო? რა შეუძლია თქვა და შენი გულისთვის გააკეთოს. ნუ ესეც ძალიან საინტერესო თემა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ უკვე ტრენინგებში, შემოსიხარულება, მაგრამ აი აქ მაჩვენებენ რომ რაღაცა ის ენერგია თქვენ რასაც არ აძლევდით თქვენს თავს უფლებას, თქვენ მაგას თქვენს თავს მისცემთ ნამდვილად, იმიტომ რომ აქ მთავრდება რაღაცა პერიოდი თქვენი ცხოვრების, რომელიც თქვენ არ გახარებდათ, კი, იმიტომ რომ და თქვენი სული იცეკვებს, თქვენი სული გაიხარებს, იმიტომ რომ სულ მალე თქვენ გამოდიხართ, განთავისუფლდებით ამ ენერგიებისგან, კი. აქ თუ დაუშვოთ თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც არ გახარებდა, აქ დასრულდება ეს პერიოდი, გამიგეთ, ზოგისთვის შეიძლება მამაკაცი შეიცვალოს, ზოგისთვის შეიძლება თქვენ თვითონ არჩევანს გააკეთებთ, რომ თქვენ ეს გინდა, თუ ახალი გინდათ ენერგია შემოუშვათ, გამიგეთ?
თქვენ თვითონ უკვე შეიძლება აქ ან საუბარი შედგება ისეთი, რომ ან უნდა შევინარჩუნო, ან უნდა გავუშვა და ახალი შემოუშვა. გამიგეთ რა ხდება? აი ესეთი ენერგიები შემოდის აი აქ. და ნამდვილად აი აქ თქვენი პარტნიორიც თვითონ უკვე დაფიქრდება და ნამდვილად მიხვდება. აი აქაც მაგის დადგება არჩევანის წინ და იდგება, რომ მე რა გავაკეთო, მე ეს დავკარგო ჩემი სიყვარული, მე დავკარგო ის ქალი, რომელიც მე მიყვარს დაუშვათ, ხო? თუ მე რამე გავაკეთო, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი დამთავრდება ჩემო გოგოებო ზოგიერთებისთვის, იმიტომ რომ აქ ეგრევე ვაჩვენებენ, რომ ადამიანი, რომელიც დიდი ხანი წელავდა ურთიერთობას, ადამიანი, რომელიც არ შედიოდა, თქვათ, არ იღებდა პასუხისმგებლობას, როგორც მამაკაცი, ნახეთ რა არის. მაინც იმის მიუხედავად, როცა შენ ახლა, კი არის ძალიან დიდი სხვაობა, როცა შენ ქალი ხარ და პარტნიორულ ურთიერთობაში ხარ, როგორც ქალი და კაცი, ან მეორე არის კიდე სხვაობა ძალიან დიდი, როცა შენ ქმარი და ცოლი ხარ. ეს ვაფშე სულ სხვა თემა არის რა. იმიტომ რომ იქ უკვე ვალდებულებები არის, იმიტომ რომ უკვე ფიციციდება და ბევრი რაღაცები. მაგრამ როცა შენ უბრალოდ ურთიერთობაში ხარ, პარტნიორულ ურთიერთობაში, აქ სხვა რაღაც არის. აი აქ даже თუნდაც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მე მინდა და ვაკეთებ. მიხვდით? მაგრამ აი აქ ადამიანი ეტყობა კი რაღაცას ჭედავდა რა, უეჭველი იყო გაჭედილი და ამიტომ თქვენ დაგაყენეს აქ არჩევანის წინ, რომ მე მინდა კიდე ვიყო იქ, სადაც მართლა მათხოვარევით ვარ. თუ მე მინდა რაღაცა ახალი, შეიძლება უკვე გაბედავთ თქვენ და იტყვით იმას, რასაც ვერ ბედავდით დიდი ხანია, გამიგეთ? აი ესე იცვლება ეს ენერგიები, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, რომ თქვენ ადგებით და თქვენს პარტნიორს იტყვით, რომ მე მასე არ მინდა. ნამდვილად არ მინდა და ისეც აი ეს არის ცვლილება ენერგიების, გამიგეთ, რომ ჩვენ რაღაცები უკვე ჩვენში იღვიძებს სხვა, ჩვენ ვიწყებთ რაღაც სხვანაირად ქცევას, თუნდაც ურთიერთობაში, ხო? და ანუ სულ სხვანაირად გრძნობ თავს და ვერ ხსნი და ზოგს ეშინია ამისი, გამიგეთ, რომ რა ხდება, რა ან პარტნიორი გეუბნება, რამ შეგცვალა, რატო გახდეს შენ სხვანაირი? ადრე ვერ ბედავდი და ეხლა რატო მეუბნები მაგას? აი ზუსტად აი რომ არ დაიბნა და იცოდე როგორ რანაირად უნდა უკვე იმ ახალ რეალობაში მოქმედე, იმიტომაც ვარ ჩვენ აი ეხლა იმ კურსზე რა, ის ჩემი ქალთა სკოლაც, იმიტომ გავხსენე, ხო? რომ აი ეს ისიდები რა, იმიტომ რომ ყურუმი ქალი ეს არის ძალიან მაგარი ენერგია რა და ახლა რა თქმა უნდა და ტაროც ვიცი ჩვენ რომ ახლა ვინც ნამდვილად ახლა იცის ტარო, რომ ეს არის შემეცნების, თვით შემეცნების ინსტრუმენტი და აი ტარომ დაგვეხმარა ჩვენ და გვეხმარება სულ რომ გავიგოთ ჩვენ რომ აი ეს განვითარება რაც არის, გავიგეთ რა ხდება? აი იმიტომ აი აქ უკვე მამაკაციც დაფიქრდება იმაზე რომ მე მინდა დავკარგო ეს ურთიერთობა თუ რა ვქნა. გამიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აი შეიცვალა მაგისი ენერგიებიც იცვლება, მაგისი ენერგიებიც იცვლება, იმიტომ რომ ხდება რა ვკარგავ კონტროლს ვკარგავ. უკვე ვეღარა რაღაცა შეიცვალა, უკვე რაღაცა და გულნატკენი დარჩება ეს ადამიანი, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა რო დასრულდება, იმისთვის მართლა ძალიან მტკივნეული იქნება, იმიტომ რომ და აქ არის დიდი ალბათობა, რომ შეიძლება თუ დაფიქრდა ამ ადამიანმა და თუ მიხვდა რომ ის გვერდით სხვა ქალია არის უკვე, აი მაშინ უკვე შეიძლება ნამდვილად ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, ჩემო ლამაზებო რა. აი ასეთი სიახლეები, პირველ რიგში რა თქმა უნდა, აი ეს რთული ეტაპები, რომელსაც თქვენ ვერ ერკვევოდეთ, თქვენ არ იცოდეთ, გოგოებო, ძალიან მართლა გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი მომენტი ჩემო სიხარულებო და აი თუ იგრძენით თქვენ რომ რაღაცა ვერ მართავ, ხო? ან არ ვიცი, პასუხები არ მაქვს, უბრალოდ მოდით ჩვენთან ქალთა სკოლაში, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ და იქ დასვით ეს თქვენი პასუხები, გკითხეთ რომ რა ვქნა, აი ესეთი სიტუაცია მაქვს და რა გავაკეთო, მიშველებ და ჩვენ გიშველებთ, იმიტომ რომ უკვე ნამდვილად მაგაზე ვმუშაობ და უკვე ვიცი რით უნდა დაგეხმარო თქვენ ჩემო ლამაზებო, იმიტომ რომ ყველა ხართ იმპერატრიცები, ყველა აბსოლუტურად უბრალოდ ზოგი ზის და არ იცის რა გავაკეთო, როგორ, რანაირად გავხსნა, რა ვქნა. რო გავხდე ნამდვილად ისეთი ქალი, რომელთაც სიუხვეც მოდის, ბედნიერებაც მოდის, ურთიერთობაც მოდის. აი ეს არის, რომ არ ვიცი. გამიგეთ, თუ იცით, ღმერთმა გაგიმარჯვეთ. თუ არა და პატიჟობთ ჩვენთან და ნამდვილად პასუხებს მოგცემთ ისეც, რომ თქვენი ცხოვრება მაგრად შეიძლება.